ვფიქრებ ძალიან ეხლა განსფიქრია თქვა რას შენ ახსენე ეს ბატონ ჯაღმაიძის განცხადება აბსოლუტურად მართალია, იმიტომ რომ ყველას მეც მქონდა ინფორმაცია სარწმუნო წყაროებიდან დამიჯერეთ, რომ სამჯერ იყო ლაპარაკი ძალიან მაღალი სამღვდელოებრივი პირის პირადად ბატონ კობახიძესთან და ბატონი კობახიძე კონსპირაციის თეორიებს ყვებოდა, რომელსაც აუცილებლად ჭირდება დასაბუთება, როდესაც პრემიერი ამას ლაპარაკობს და ეს სასამართლოში არ გაჟღერებულა, რაღაცა ბუტაფორიელ ფრანკლინის და მომავლის აკადემიები და რაღაც ესეთი ორგანიზაციები კონსპირაციის თეორია სრული, რომ ესენი იკრიბებოდნენ და რაღაცა რევოლუციას და აჯანყებას გეგმავდნენ, არანაირი დასაბუთება ამისი არ ყოფილა. და სხვა შორის პატრიარქის გზავნილებმა ასე ვთქვათ იმ ხალხმა რომელიც საპატრიარქო კითხეს რომ მართლა როგორ არის საზოგადოება მაინც ხონდა გაიგოს მართლა თუ მზადდებოდა რაღაცა ბენჯამინ ფრანკლინის კლუბი არის თუ თომას ჯეფერსონის რაღაცას თუ ამზადებს არა ეს აკადემია გვაჩვენეთ მაინც რა ხდება 300 კაცი 350 500 1000 კაცი შეიარაღებული რაღაცა ხლაპუშკებს ყიდულობენ რაღაცებს ეს იყო სრულიად საბჭოთა დროის კონსპირაციის თეორიები რომელიც თვითონ ჩამოისშალა როგორც სასამართლოს წინაშე დავდექით და ანდრო ჭიჭინაძეს და გური მირცხულავას ჩემი მეზობელია ის ბავშვი და ჩემ ხელში გაზრდილი ზოგიერთი ჩემ ხელშია გაზრდილი ზოგიერთი კიდე გვერდზეა გაზრდილი და ასე შემდეგ ჩვენი მეგობრების შვილები ტყუილ უბრალოდ დაიჭირეს და გვაჯერებდნენ რომ რაღაცა აჯანყება მზადდებოდა და ერთი ფაქტი არ არის და ვინც ესაუბრებოდა თქვენი მეგობარია მოდი მივცემ თავისუფლებას რა შიო მეუფე შიო მოჯირი არა მე შემთხვევით არ წამიკითხავს წეღანდელი განცხადება ეს ანდრია ჯაღმაიძის განცხადება ხო ანუ რომ ორჯერო აი კიდევ ერთხელ წავიკითხავ ორჯერ მათ შორის მზია ამაღლობელზე ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ერთხელ მეუფე შიო უშუალოდ პრემიერთან დააყენა საკითხიო და ეხლა გამახსენდა რომ მეუფე შიო არის თქვენი ბავშვობის მეგობარი იმ დღესაც საუბრობდით თქვენი საერთო ფოტოც კი ვაჩვენეთ ხო ბავშვობის ანუ თქვენ ყვებით მეუფე შიოსგან გაქვთ რაიმე ასეთი ინფორმაცია მე ვიტყვი რომ მე არ მინდა ეხლა კონკრეტულ იმებში შევიდე და არ მინდა რომ საპატრიარქოს იმაში შევიჭრა ასე ვთქვათ დომეინში იმიტომ რომ მე საერო პირი ვარ და ასე შემდეგ სარწმუნო წყაროდან მაქვს ინფორმაცია რომ ეს საკითხი დადგა ძალიან მწვავედ დადგა ძალიან მაღალი თანამდებობის პირების უпростоრად სარწმუნო პირების მიერ და პასუხი იყო ეს რაღაც აბსურდული კონსპირაციის თეორიები რომ რაღაცა ფრანკლინის კლუბი და მომავლის აკადემია გეგმავდნენ აჯანყებებს და აბსოლუტურად არანაირი ფაქტი არ დაუდიათ არავის არ გვინახეთ ჩვენ ხო მოქალაქეები გია მე ფიქრია ხალბატონი თავი ხო მოქალაქეები ვართ არა ჩვენ არ გვეკუთვნის რომ ნახოთ თუ მართლა მზადდება რაღაც ქვეყანაში რა აკადემიაც არ უნდა იყოს და რა კლუბიც არ უნდა იყოს არ უნდა გვანახონ ჩვენ თუ ამას იძახიან თუ ამას ამბობენ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს ისე ხალხი დაჭერილი რაღაცების მტკიცებულებების გარშემო მეგარ თქვა დღეს იმიტომ ისაო რა ქვია ელენე ხოშტარია რომ რევოლუციას აწყობდა ეს რაც ითქვა ელენეს შესახებ ეს არის სრული აბსოლუტურად ფანტასმაგორიული რაღაცა კონსპიროლოგიური აი ესე იგი არანორმალურობა როდესაც ლაპარაკობს სამართლებრივ იმაზე რომ შენ სამართლებრივი სახელმწიფო გაქვს ვითომ და რაღაცა და ამ დროს პარლამენტის წევრი გამოდის და იძახის ეს ადამიანი საბოტაჟს აკეთებდა მეც გავაკეთე წარწერა 2010 წელს მიშას დროს ცოტა ხნით დაგვაკავეს და მე შტრაფით გამოგვიშვეს მე შოთა დიღმელაშვილი ალექს ჩეგვინაძე იქ ვიყავით ჯორჯ ბუშს დავახატეთ რაღაცეები პაციფისტური წარწერები გავაკეთეთ გემახსოვრებოდ და ერთი დღე ერთი ღამე ვიყავით იქ და გამოგვიშვეს ანუ ნორმალური რეაქცია ყველა ესე იგი რომ არ მოგწონდეს ისეთი რეჟიმის, გინდას ტრამპი იყოს და გინდას სხვა და ასე შემდეგ, არა არის ერთი დღიანი მაქსიმუმ იქ რაღაცა დაკავება და მერე გამოშვება შტრაფით, ასე ვთქვათ. აი ეგ ეხა რაზეც შენ საუბრობ ირაკლი. ეგ ძალიან მძიმე ამბავია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, პროპაგანდა, რომელიც ტვინებს, ურეცხავს ადამიანებს, ეხა გამახსენდა. მაგალითად, იყო ასეთი პრემიერი, ეხა ციხეშიროზის ირაკლი ღარიბაშვილი, ლაზარე გრიგორიადისი, როცა ყავდათ დაჭერილი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა, ახალგაზრდებზე, რომლებიც რისთვის იდგნენ, ხო ქუჩაში, იგივე მოთხოვნით საქართველოს დასავლური არჩევანის და ის ამბობდა, ეხა რომ ციხეში ზის ის პრემიერი, რომ სატანისტები
რას გვანან სატანისტები და აბამდნენ კვლავ ამას რელიგიას. ანუ რელიგია, ანუ ცრუ პატრიოტიზმი, ცრუ რელიგიური ვნებები, რაღაცა წარმოუდგენელი კორიანტელი აქვთ, ამას პროპაგანდას ყვებავენ აი ამითი. ეხლა ამომიტივტივდა რა. შინურ კუბოზე ხო, გამახსენდა. რაღაც საშინელ პროპაგანდას ამაზე აგებენ. ეხლა გამახსენდა მე უბრალოდ ღარიბაშვილის ნათქვამი. სატანისტები, პატარა ბავშვებზე რომ ამბობ. კლუბიც ახსენა ეხლა. ხო, მაგიტომ გამახსენდა ზუსტად ფრანკლინის კლუბზე რო საუბრობდა ირაკლი და ამაზე აგებენ პროპაგანდას და ადამიანებს უმტკიცებენ რომ აი ეს ცუდი ხალხი ებრძვის რელიგიას. ვინ არის ეს ხალხი საერთოდ ეს თუთყუილი არ არის მათი მოგონი მე მგონია რომ მათი მოგონილია საერთოდ ეს ყველაფერი ეს ობახიძის და ბიზნეს მოგონილია ეს ამბები მოსკოვში კაცო. ხო შეიძლება იმათმა მიაწოდეს რა თქმა უნდა ორი აზრი არ არის მაგრამ რაშია საქმე იცი რომ ეხლა ამ რაღაც მითებს ქმნიან რაღაცა უაზრო მითებს შავი ხელის ზღაპარი იყო ჩემ ბავშვობაში რომ შავი ხელი მოვა და დაგახჭოს და ახლობით ეს თეთრი ხალი არა მაგრამ მთელი უბედურება რაშია იცით რომ მოსახლეობას მთლიანად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ეხლა პრაქტიკულად მედია სივრცის მონოპოლიზაცია ხდება ამ სიმულაკრებით და პრაქტიკულად აჯერებენ რომ ეს სიმულაკრა მართალია და საშიში ის არის რომ მე მართლა დაიწყება კუდიანებზე ნადირობა რაც ჩვენ სეილემის პროცესის მომენტი არის არა და ეს რო არ მოხდეს აუცილებელია რომ ჩვენ უნდა მოთხოვოთ ამათ რომ მართლა გვითხრან იმიტომ რომ მათ მართებთ ჩვენი მოქალაქეების რომ გვითხრან და ეს არის სრულიად მიუღებელი რეალურად აი ამ რაღაცა და სინამდვილეში მე